ახლოს უნდა დაიჭიროს. ეს ვისაუბრებთ ეცნებით მოკლედ გავფაროთ რამდენიმე საკითხი საბინაო პოლიტიკის შესახებ. მე ვარ ფიზიკოსი, არქიტექტორი, ვიქნები მოდერატორის როლში. ჩვენი სტუმრები არიან გაბრიელ ჩუბინიძე, მკვლევარი, პროფესიით ისტორიკოსი და ნამო ზაზანაშვილი, არქიტექტორი, ურბანისტი, მკვლევარი, მეამბოთი ადამიანი და მასწავლია ერთად ვართ არქიტექტორებისა და ურბანისტების პროფესიული კავშირის თანადამწევრები. დღეს გვინდა რომ ვილაპარაკოთ საბინაო პოლიტიკაზე და დავიწყოთ იმით, რომ საცხოვრებელი არის ადამიანის უფლება და არა ორი ფუძნების საგანი, ხო? იგი ახსოვს. ეხლა მე პატარა გადავლებას გავაკეთებ ქრონოლოგიურად, რაც შეიძლება ვისაუბროთ და გავიხსენოთ უახლესი ისტორია საბინაო პოლიტიკის, არ ჩავიდეთ ძალიან ხმად, უფრო პოსტსაბჭოთა სივრცეზე ვისაუბროთ და გავიხსენოთ როგორი იყო საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში საბინაო პოლიტიკა. ანუ მაგ დროს საბჭოთა საქართველოში საცხოვრებელი პოლიტიკა იყო მკაცრად ცენტრალიზებული და ხელმისაწვდომობა ხდებოდა სახელმწიფოს მხრიდან, ანუ სახელმწიფო იყო ბინის მომწოდებელი და ხშირ შემთხვევაში უფასოდ ან შეღავათიან ფასად ადამიანებს მიეწოდებოდათ ბინა. ეს ბინების განაწილება ხდებოდა რეალურად ადგილთან და თვითონ სამუშაო ადგილთან და რეგისტრაციის ადგილთან თანაფარდობაში. თვითონ არქიტექტურული თვალსაზრისით პრიორიტეტები ენიჭებოდა სტანდარტიზებულ და სერიულ მშენებლობებს, რომლებიც ხუშოვკები და სხვადასხვა ტიპოლოგიის შენობები, რომლებიც იყო გარკვეულწილად უნიფიცირებული და თვითონ იდეაც იყო ეს ამ ტიპოლოგიის მშენებლობა რეალურად სისწრაფისა და ეკონომიურობის პრინციპებზე იყო დაყრდნობით, პროექტირებული და შემდეგ უკვე განხორციელებული და უბრალოდ ეს მოდელი ხშირ შემთხვევაში ვერ პასუხობდა ხარისხის, სივრცის და ჰუმანური პირობების მოთხოვნებს, რომელიც შემდგომში ყველამ კარგად ვიცით, როგორ დაკრიტიკდა 90-იან წლებში, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, თვითონ მობინადრეების მხრიდან, ანუ ეს იყო გავიხსენოთ ეს მიშენებები, არაფორმალური არქიტექტურა, ანუ როგორ დაემატა ნაცხოვრები ფენები ნაშენ შენობებს, ხო? ეს ერთგვარი გამოხატულება იყო იმ რაღაც საწყისი ღირებულებების და შესაძლებლობების და აუცილებლობების ადამიანების მხრიდან, თუ როგორ შეეძლოთ უნდა ცხოვრება, ხო? საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს საბინაო სივრცე რადიკალურად შეიცვალა. გავიხსენოთ პრივატიზაციის პერიოდი, ანუ რეალურად მოხდა შემიძლია ვთქვა, რომ გადავხედე რეკორდული მაჩვენებელი იყო პრივატიზაციის, ანუ სახელმწიფომ გადასცა უსასყიდლოდ მობინადრეებს საცხოვრებელ სივრცეები და ამით რეალურად ის ხდა, რომ მოიშორა ვალდებულება, რომ უზრუნველყო საცხოვრისი, ანუ გამოვიდა მიმწოდებლის თამაშიდან. ამ ახალ რეალობაში საცხოვრებელი ფონდი, როცა გადავიდა კერძო საყუთრებაში, მეტად გაიზარდა ქალაქის ცენტრებში ფასები და კერძო სახელმწიფოს მხრიდან აქტიური საბინაო პოლიტიკის არარსებობამ შექმნა სოციალური დაუცველობის მდგომარეობა და დერეგულირდა ბაზარი.
უფრო მეტი აქცენტი და უფრო მეტი წახალისება გადავიდა მეუბნებოდ წახალისება დაიწყო კერძო სექტორმა, რომელმაც 90-იან წლების ბოლოს და უკვე 2000-იან წლების დასაწყისიდან მკვეთრი ზრდა განიცადა და დღემდე ძირითადად წახალისებული სექტორი არის კერძო სექტორი. პარალელურად გავიხსენოთ 90-იან წლების შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად ასეულობით 1000 ადამიანებს, სადაც 250,000-მდე ადამიანი როგორც მახსოვს, დარჩა საცხოვრისის გარეშე, ძირითადად აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობა და მათთვის სახელმწიფო დროებით თავშესაფარი მოუწყო, ხშირ შემთხვევაში ვერ მოუწყო და თვითონ შევიდა ხალხი თავისი შესაძლებლობით მოიწყო. ძირითადად ყოფილ სანატორიუმებში, აუქციონზე აუღებელ შენობებში და მთავრობელ კორპუსებში და ასე შემდეგ. გაბრიელი კარგად გაშლის ერთ-ერთ მაგალითს, წყალტუბოს მაგალითზე, როგორც ერთ ამბად შეიძლება მოვყვეთ პროცესი, როგორ იყო არეგლილი. ბინების არასათანადო მდგომარეობა, ხშირი რელოკაციები, შეზღუდული ხელმისაწვდომობა წყალზე, გათბობაზე, სანიტარულ პირობებზე, ეს იყო ყველაფერი წარმოშობდა ჰუმანიტარულ პრობლემებს. დღესდღეობით საქართველოს საბინაო პოლიტიკა ისევ ფრაგმენტულია და არ არსებობს რაღაც გარკვეული ერთიანი სტრატეგია. სახელმწიფო მცირე მასშტაბის ობიექტები, მცირე მასშტაბის პროექტების განხორციელებას სცადა, თუმცა არ არის ისეთი მასშტაბური და ყოვლის მომცველი, როგორიც წესით უნდა იყოს. არამედ უძრავი ქონების ფასი განსაკუთრებით დედაქალაქში და მუდმივად იზრდება, რაც აფერხებს დინის შეძენის შესაძლებლობას განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. ქირამობის ფასი, ქირამობის ბაზარი ფაქტიურად დაურეგულირებელია დღემდე და კონტროლის მექანიზმები არ გვაჩნია და რამაც გამოიწვია რეალურად ქირის ფასების მკვეთრი ზრდა და უსამართლო პირობები. ამავე დროს ათასობით ადამიანი ცხოვრობს გრევის პირას მყოფ სახლებში, ნაგებობებში, რომელიც ადრეც რეალურად არ არის, ანუ დაფიქსირებული არ აქვს სახელმწიფოს ბოლომდე, ანუ შეიძლება დღეს ვიწიზრამ ამოაგდოს მაგალითად ახალი საცხოვრებელი, რომელიც თურმე იყო ძალიან დიდი ხნის ამორტიზირებული. ამიტომ ეს აგრეთვეანობა ამისი არ არსებობს. არსებობს ადამიანზე, მაგრამ სულ არ. რაზე შეიძლება დღეს ვისაუბროთ, თქვათ რა არის გამოწვევა, ხელმისაწვდომი საცხოვრებლის ნაკლებობა, რაზე შეგვიძლია რაღაც მაგალითებით სხვა წარმატებული ქვეყნების მაგალითებიდანაც მოვიყვანოთ რეფერენსები. ქირამობის ბაზრის არარეგულირებული ენერგოეფექტურობის დაბალი დონე და ახალგაზრდებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების სირთულე. შეგვიძლია დღეს ვიმოყარებოთ ასევე საერთაშორისო გამოცდილებაზე და შესაძლო გზებზე საქართველოსთვის და შესაძლო მიმართულებებზე მუნიციპალური ან სახელმწიფო საცხოვრებლის ფონდის შექმნა. შეიძლება ვისაუბროთ სოციალური საცხოვრებლის პროგრამების განვითარებაზე, ქირის ბაზრის რეგულირებაზე, ეს დღეს არა, უბრალოდ მომავალში. შეიძლება ამ მიმართულებით მოხდეს მსჯელობა. ენერგოეფექტური ბინების სუბსიდირებაზე, უსამყაროთა მხარდაჭერის სისტემურ პოლიტიკაზე, კოოპერაციული მოდელის წახალისებაზე და ასე შემდეგ. მე მგონი დავიწყოთ გაბრიელისგან, იმიტომ რომ კარგი იქნება საბჭოთა პერიოდის პირველი ტრაგიკული მომენტი, საბინადრო სივრცის ცვლილების და ტრანსფორმაციის და ყველაზე ისეთ ნათელ მაგალითზე, თუ აი სანატორიუმ წყალტუბო, როგორც წარმოგიდგენიათ, დასვენების და
რელაქსაციის ასოციაცია მოაქვს რა ხდება წყალტუბოში აი ამ ჯადოსნური სიტყვის მიღმა 90-იან წლების დასაწყისიდან. პირველ რიგში მადლობა მოსწრებისთვის. ხო, ალბათ მრავალმხრივ საინტერესო ქალაქი არის, მათ შორის იმიტომაც რომ როგორც შეშენდი იგი ეს არის ძალიან დიდი საკურორტო ზონა, რომელზეც აშენდა უცნაური 22 სანატორიუმი. ასევე იმიტომაც რომ წყალტუბო გამორჩეულია, იმიტომაც რომ წყალტუბო არის ის იშვიათი ქალაქი, რომელიც აშენდა როგორც კურორტი და არა როგორც ქალაქი, რომელიც შემდგომ იქცა კურორტად. აი, მაგალითად, სოხუმი ჯერ ქალაქი იყო და შემდეგ გახდა კურორტი. და მესამე არის ის, რომ წყალტუბო ალბათ ჩემი აზრით არის ერთადერთი ქალაქი საქართველოში, რომელიც მოსახლეობა 90-იანებში გაორმაგდა და გაორმაგდა სწორედ დევილების ხარჯზე, რომელიც ახლანდაც ორი შემდგომ შევიდნენ ქალაქში. თუ არ შეიძლება 99 აღწერს წყალტუბოში ცხოვრობდა 15,000 ადამიანი, აქედან 3,000 იყო სლავი, რომელიც შეგვიძლია რომ ვიბარაუდოთ რომ 3,000 ადამიანი თუ არ ვერც სამან ეკატოვა 90-იანების წყალტუბო და სწორედ აი 92 წელში აი ამ დარჩენილ 12-დან 15,000 ადამიანამდე დარჩენილ დაემატა ზებოდან 12,000 ადამიანი, რომელიც შესახდა დეპრესიაში. და თავის მხრივ საინტერესოა ის რომ თავად როგორი სახელმწიფოს არის და რა იდეოლოგიის მატარებელიც არის, რომ ისეთი პოლიტიკა გააჩნია იძულებით გადაადგილებული პირებისათვის. და ცირე აღწერა რომ თუნდაც პირველი იქნება ალბათ 88 წელი, როცა პირველი ეკომიგრანტები გაჩნდნენ, მაშინ აი დეკემბერი იანვარში უზარმაზარი ჯერ მაღალმთიანეთში იყო ძლიერი თოვა, რომელიც შემდგომ გადაიქცა ძალიან წვიმა და აი ეს რაც კიდე აი რატომაც მოხდა გურის მეთრესი ის ფაქტორია და ნაგონი არის გურის პრობლემა, რაც მოხდა მაშინ 87-88-ში, იმიტომ რომ მართლა არნახული მასშტაბის წყალდიდობები მოხდა. როგორც შეიძლება დასავლე ადამიანი და ადამიანი ეკომიგრანტი გახდა. მაგრამ არის საინტერესო ის რომ ეს არის ჯერ პერიოდი, რომელსაც ჯერ კიდევ გააჩნია გარკვეული ეკონომიკური ძალები და მათ დაისწრეს აი ამ ადამიანების იგივე ფიდან ბარში მეჩასახება. და გასაგებია უცნაური არის. და გასაგებია უცნაური ის არის ის რომ აი ამ ჩასახებას არ ქონიათ არანაირი თათვა იმისა თუ რამდენად სწორად ხდება. მათ ერთადერთი თათვა როცა იგივე ზვანები გადაასაზრეს ის რომ პარტიას სრულსუნდა ადგილობრივი ტერიტორიის გაქართველება. ეს პირდაპირ ეს გაზეთებში წერია პირდაპირ არადუ არქივში. და ის რომ ხო და რა თქმა უნდა სწორედ აი ამის გამო არის იგივე ქვემო ქართლის რეგიონებში რასაც ჩვენ ხედავთ რომ ადგილზე დაწესებულება არის ხოლმე ადგილობრივ ქართულ ეკომიგრანტებსა და ადგილობრივ ეთნიკურად აზერბაიჯანელებს შორის. შემდგომი ეს არის რადიკალიზურა რომელიც დაკმაყოფილება უკვე ვეღარ მოხერხდა თუ თქვა იგივე 88 ეკომიგრანტები ეცილად გეგმაზომიერად ჩასახდნენ მართალია აბსოლუტურად გაუგებარი ჩასახდა უკვე აი 90 წლის ჩასახებებიც დაიწყო გეგმიურ კოდეჯებს შედგება მაგრამ ვერ მოესწრო და ძალიან ბევრი დღემდე აი ერთჯერად კოდეჯებში ცხოვრობდა. შემდგომ ეს არის უკვე საფრთხესთან ეთნიკურების არის 90 წელი და აქ უკვე საფრთხეში არის ძალიან სუსტი და ფაქტობრივად ქვეყნის მართავს ეგრეთ წოდებული ან არის ეროვნული მთავრობა თვალი მაგიდან ამ შემთხვევაში საინტერესო შეიძლება იყოს ის რომ საქართველო ძალიან დიდი აქცევდა ამ ადამიანებს როგორც ჰუმანიტარულად ისევე პოლიტიკურად მაგრამ ისევ ის ადამიანები ცხოვრობდნენ მეტწილად ისევ სახელმწიფო მეშვეობებში მაგრამ მათმა გაუმართლათ რადგან თორმეტში რუსეთში ფაქტობრივად ესეც შეწყდა და მათი უმეტესობა ეტაბრუნდა და აი მესამე ნაკადი ეს არის უკვე აფედაციის მეოთხე ეს არის უკვე გალის ოფლატში და მეოთხე ეს არის
თავად მოდი ჩვენ საუბრობთ ალბომზე. ალბომზე პირველი ხო ალბომს მოთავაზ წელიწად მივაუწყდა ყველაზე დიდ საბინაო ფონდს და შეიძლება რომ საქართველოს გაიშვა ეს ადამიანები რათა დროებით რატომ დროებით მესასწორებელი მიიღო. და რატომ დროებით? იმიტომ რომ პირველი ნაკადი მათ მიიღეს ქართლის სოფლიდან რომელიც გაიცა უკვე ოქტომბერში და როცა ეს ადამიანები მიიღეს მაშინ არავის არ ჯეროდა რომ ვერავინ არ ეტებოდა საკუთარ სახლში. თავად ალბომში პერესტროიკა არასასწორად როგორც ასეთი და ისეთი კრიზისი არ ყოფილა, მაგრამ ალბომში ეკონომიკური სისტემა მარტივი და როცა საფრთხეში დაიწყო. და რატომ? იმიტომ რომ ალბომში აშენებული სანატორიუმები და სანატორიუმის აბსოლუტური უმრავლესობა საუწყებო ამ ესეკუთვნა დაკურს სამინისტროს და ასევე იყო პროფკავშირების. და აი ეს ქსელი თელემესის კავშირი რომელიც თელემესის კავშირს გულისხმობდა აგზავნიდა ტურისტებს. და როდესაც ქსელები ჩამოიშალა, ალბომში ტურისტები გაჩერდნენ. ხო. და მათგანაც გამოსავალი რომ მათ გაიყიდათ სანქციური ადგილზე, ადამიანები მიდიოდნენ და უბრალოდ ესასწორებელს იყიდობდა. მაგრამ საკმაოდ ეს ფერენე ბევრშველი და ადგილობრივი ეკონომიკური სიტუაციას და აი სწორედ ამ დროს ქალაქში შედიოდნენ ფემინინები, რომელიც ძალიან გაუხარდათ ადგილობრივ სანატორიუმების პრობლემებს. რატომ? იმიტომ რომ სახელმწიფო ქართულ სამყაროს იძლეოდა, რაც მეტი ფემინინები იყო შიგნით, მით მეტ ეს მიიღებდა. თუ ჩვენ დაუჭირეთ დროიდან კასეტებს როგორც ალბომში გამოიხსენებოდა და ამავდროულად ინტერვიუს მოდი ჩავწერე და სიება მიგებრივ ყველაფერს საუბრობს რომ ფორმატში კაპიტა დევიდო ძალიან კარგი სიმღერაობრივი კაპიტა ჰქონდა რომ ისე საკუთარი და ისე ყველაფერი ამავდროულად საინტერესო არის ის ფაქტი რომ სანატორიუმი ეს არ არის საცხოვრებელი კორპუსი, არამედ ეს არის დასასვენებელი სივრცე. დაახლოებით ძირითადად არის 18 კვადრატი და პერიოდულად ზოგ შენობებში უკვე შიგნით მომეშეტანილი დაბადანა და ზოგში ისევ საერთოდ. თავის მხრივ რადგანაც არ არის სამზარეულო, ამიტომ ყველა უწევდა საერთო მესასადგინოთი ესაგებოდა. რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ცხოვრობდნენ დაახლოებით 70 წლის მოხუცების ცხოვრებით, რადგანაც ეს სანატორიუმი გამოჯანსაღებელი იყო და ძირითადად ომის ვეტერანები, პენსიონერები და მრავალი დაავადების მქონე ადამიანები მიდიოდნენ. მაგრამ ნუ ეს ახლა ნაკლები პრობლემა იყო, რომ გადაიტანდა ადამიანი. მაგრამ თავარი საჭიროება იწყება, როცა სოფობილი დაეცემა და როცა ქალაქში შედის უკვე მეორე ნაკადი ფემინინების და ეს შესვლა არის აბსოლუტურად ქაოტური. თავისუფლად ვერ დავხდე მე რაღაც ხათებაზე მუშაობდი და მე შეხვდა აპოვაჩიდე საერთოდ დოკუმენტები რომელშიც განხილვა მიდიოდა თუ რა უნდა უყონა ამ ფემინინებს და რაღაცები თუ მათ საუბარს მათი დაიკავა ეს შენობები, მათ შორის წყალტუბო, რომელიც იძლეოდა ყველაზე დიდ საბინაო ფონდს. მაგრამ იქვე გაუძლეს ხაზი, რომ ისინი აკონტროლებდნენ მხოლოდ ნაკადების 30%. დანარჩენ 70% სახელმწიფოს მიიღმაეს. და იქვე გაიცა ხაზი, რომ კახეთში არ უნდა წასულიყო არავინ. რატო არ ვიცი, მაგის ახსნა არ ეწერა. მაგრამ სავარაუდოდ გონია რომ ხდებოდნენ რომ დემიოთი შეუშვებდნენ საკურორტო და ეთასასწორებელი და რეკრეაციულ სივრცეებს უბრალოდ აღარ იასახებდა და კახეთი როგორც თქვა ყველაზე შორს მდგარი ტერიტორია ასე თუ ისე ვითომაც ეთავისეს. ხო, და შეიძლება უკვე მეორე ნაკადი ფერმერების ალბომში აბსოლუტურად ისაა ყველაფერი, იმიტომ რომ უბრალოდ გადაღებული არის ეს სანატორიუმი ინდივიდუალურად შეგვიძლია ოჯახები რომლებიც მეუბნებოდნენ რომ პიკურ პერიოდში 20 კვადრატში ცხოვრობდა 12 ადამიანი. ამ შემთხვევაში შეიცვალა თავად ეს საზოგადოების შეხედვაც ფემინინებისგან. სავარაუდოდ ჩემს ხსნით მათ ძალიან კარგად გაცნობიერეს
რომ ეს თერმინები საქართველოში ვეღარ დავიწყდნენ და რომ ისინი რეალურად კონკურენტები ხდებოდნენ წყალტუბოში გადარჩენისთვის კონკურენტები ხდებოდნენ. და სწორედ ამ პერიოდიდან იწყება საშინელი ანტაკომუნიზმი, რომელიც არის წყალტუბოში და დღეების არის კარგი ფიქრობა, თუ როგორ არის გაყოფილი ეს საზოგადოება. ერთ-ერთი არის ამ შემთხვევაში ადგილობრივი ძალიან აგრესიული ფორმა აბრალია, რომ აიწყოს ჩამოხდეთ ამის გამო ჩვენ ქალაქი დაუკარგეთ. და რა თქმა უნდა, პასუხები ხარს არგუმენტი, რა თქმა უნდა, ის არის რომ რაღაც ბრალია, ხო? რასში ხო, თავდა ხო და სწორედ ამ დროს უკვე თავად აი ის გეტაკუნდებიან ეს მალე და ისინი ხდება შედოფები საკუთარ თავზე მორგებას, იგივე თქვა ბავშვების ამოშენებას, სამზარეულობის შეტანას და ამ დროს უკვე ნელა უქმდება საერთო ესეცაკილოები და რატომ? იმიტომ რომ იმ დროს ერთადერთი მატერიალური რესურსი და ადამიანის კონტაქტი ეს ჰუმანიტარული დახმარება. და ეს ჰუმანიტარული დახმარება იყო როგორც ფულადი ერთეულად და მისი გადაცვლა ხდებოდა შემდგომ სხვა პროდუქტებში. და როცა უკვე საქართველოს ჩამოიშალა და 23 სექტემბრის შემდგომ საქართველოს უბრალოდ რაღაც ტერიტორია არის და საქართველოს ყველამ დაიწყო ამ ჰუმანიტარული დახმარების დაცვა, მანამ სანამ მიაღწევდა აი ამ ბენეფიციარ და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე კარგად იმპორტებს თავად ამ სანატორიუმების პერსონალი. გამომდინარე ტერიტორიებმა სოციალში აიღეს აი ამ პროდუქტების გადანაწილება და უფრო წააგდეს. და უბრალოდ გააუქმეს საერთო ესეცაკილოები, მაგრამ მეორე მხრივ ცხოვრება აკადემიკა ყველა როცა ყველა თავს ფიქრობდა ამ კოლექტიური ერთობა საერთოდ არ არსებობდა. ხალხური არის თვითონ მოგვაწყვეტ წელი გამოჩნდება ასტატიები, როცა რაღაცა ფუნდოვანი არაბი როცა ფუნდოვანი არა ბიზნესმენები შემოდიან და ყიდულობენ და რომ აი აღორძინება იწყება. და პრობლემა აქვს უცნაურია ახალ სწორედ აი ამ არარსებული ინვესტორების ყოველდღიურში არის. თავის მხრივ საქართველოს პოლიტიკა თემებისა და დოკუმენტების წლებში ფაქტობრივად არ არსებობს ხო რადგან მათ აქვს ესეთი პოლიტიკური იდეოლოგია, უფრო შედარებით ვთქვათ, რომელიც ეუბნება ეთერმინებს, რომ თქვენ მეგობრებო, მოითხოვთ რამეს, იმიტომ რომ თქვენ დაგაგრძელებთ აფხაზეთში. და უბრალოდ გაუძლებს. მაგრამ ეს გაცილება მოგეხსენებათ და უკვე 30 წელია გაგრძელდება, შევანაძის ხელისუფლებას გადავარდა და იწყება 23 წელი და მარტივი რევოლუცია, როცა ქალაქში ჩადება ისევ ახალი იდეოლოგია, და რადიკალური ნეო-ლიბერალიზმი და გოლის სკანდალური თემები. საქართველოს ახალწლება მოდის თუ არა, პირველი აკეთებს არის ის, რომ მათ აზარტული თამაშების შემოსავლა გადასახადი ეთაწიეს. და ეთაწიეს პოპულაციაში, საერთში, ფაქტში და კიდევ და მაშინ წყალობაში თქვა პანიკა ეს საზოგადოებაში, რომ აი საერთოდ სულ რომ წყალტუბო ახალ ლას-ვეგასთან გადააქციეს. მაგრამ წყალტუბოსგან ლას-ვეგასი ნამდვილად ვერ შედგა, გაიხსნა ერთი-ორი აზია ის სხვაგან, რომელიც მაშინ დაიხო. და აი რეალურად პირველი ნაბიჯები, რომელიც რაღაც პოლიტიკასმა წარმოაჩენდა, იწყება 29 წლიდან, როცა გაიყიდა სანატორიუმი მეშახტე და შეჩერდა მოგვიანებით ის იდეა, რომელიც პირველი ეხმეტებარებს. მაშინ გამოასახლეს ხალხი და აუშენეს თავზე ფინები. და მე როცა მაშინ მუშაობდი წყალტუბოში ამ თემაზე, ჩავწერე ის ადამიანები სწორედ ურიერებდა აი ამ განსაკუთრებით თემას და მე ვკითხავ, აი რა ლოგიკით გაასახლეთ ეს
გეჩვენ ვიცით რომ ეს არის სოციალური მოწყობილობა. მაგრამ ეს იმ ადამიანები რომ არამედ ზოგი დაარიყო გარდა იმისა რომ დილას ინვესტორი დაინტერესდა შენობით აქედან გამომდინარე ჩვენ წყალზე გამოვიყვანეს. თავისუფლად ეს გამოყვანა და ახალი ბუნების ეს აბსოლუტურად ზოგიდან ამოვარდნილი იყო რადგანაც უსაფრთხოების ნახევარი ფაქტობრივად წაიყვანეს ბათუმში. და საინტერესო და ტრაგედია არის სწორედ ის იმაში არის რომ ბათუმში დაყოლეს ხალხის ნაწილი ისევ ეტაპურად ყალტობაში რადგანაც მას მივიხდი ინტერვიუში რომ მათთვის მესამეჯერ ეფექტურობა იყო შეუძლებელი. Am efectivul băieți martă o să acum martă să acum arme de saris arme de saris rutini să șețul acum arme de saris de gubrevi șețul simțevi șețul cum șeniaris tot dar de tot de dar de ori de etapă da uca are șețul caută de mește și da Tiberias arme arte da e și cauza de restaurație tu al trafia Ai tramușigle, strașigle, dar jată și aducă minister aflat afgena montan. Ani și aducă factorul de caracter activa. Am învățat problema este ai investorii la cerdele, pentru că business aflat că normalul și generalul de dar normalul trebuie abușau sau normalul este de tredo are sistemul de sanatoriu de acum და ისტორიული ზეგლიერი მას რომ მაქსიმალურად ნაშაუნა ნაჩვენო. ჩვენ ფერმონის არის ყველაფერი არის დაყიდული, რამდენიმე გარდა სანატორიუმი ხოლო და რესტავრაცია და სხვა შემთხვევაში მე არ ვიცი ეს რა ხდება. თავის მხრივ ქემიურთა სოციალური უმრავლესობა გამოყვანილი არის ეს ჩვენ მაგრამ ეს უფრო გამოყვანა არის ვიდრე საბიდო პოლიტიკის რეგულაცია რადგანაც Dar rog, dacă tu vrei să revii, auzi să am făcut, când te vii cu David, rog, grața, are restaurare, când are o urmăriște, მაგრამ არ ჭირდება მის მიხვედრას, რომ არ შეიძლება ადამიანები ერთ ბეტონის ქვეშ დაასახლონ არის 5-6 საფულეზე. Corpuși absolut are absolut მოწყვეტილი არის ქალაქიდან. არ არის უფრო არის მოსახლეობის ქალაქიდან გაყვანეს მეკემა სადმე შორს. ხო, თუმცა ეს შეჭამიდან მეკსაც რო თქვა, ჩერჩის ფაქტი რომ ყველა ძალაუფლება საკუთარი დამხატვრობა გააჩნია, როგორც ქალაქები ისევე პოლიტიკისადმი რომელიც შეეხება და იძულება გადადგმულ პირას. Acum perioadში ეს მეტწილად რაღაც ეროვნული დისკურსი იყო და არანაირად ურბანულში, იმიტომ რომ არანაირად ფიქრობდნენ რომ ეს სწორი ადამიანები ერთმანეთთან მეორეში გადასახლდნენ. ჩვენ უნიკალურში მივიდა სიტუაცია, რომელშიც ფაქტობრივად სახელმწიფო აღარ არსებობს, სახელმწიფო ფაქტობრივად უარი განაცხადა შეასრულოს საკუთარი როლი და ადამიანები ეთატო საკუთარ თავებისადმი ჩვენ გადაიცემ როლი შემდგომ და მას შემდგომ პერიოდში და ხედავთ როცა რეალურად აქცია ადამიანების სახელმწიფო აკათოლიკობა და ჩანს იმაში რომ მაგალითად საერთოდ და აბსოლუტურად ქალაქის აფრიკასა არ რომ საერთოდ ცარიელების შეხედო ბედი იმიტომ რომ ეს აბსოლუტურად ესაუბრებოდ მათ შორის აი ძველ სანატორიუმის დირექტორს არავის არ მითქვამს რომ მათ მოსწონდათ აი ამ მხოლოდ პრივატიზმის მეკემა რადგან მათი განმისახებიდან ის არ იყო პოლიტიკა რომელიც ატუკოს უშველი და რამის არამედ ყველა ერთმა მეუბნებოდა რომ თუ სახელმწიფო რაღაც თავის ინვესტიციას არ ჩადებს და გამართავს ტურისტების წოდების გზებს როგორც ტურისტების მეფოს იყო მათი თქმით გამორიცხული იყო რომ ხალხში რაიმე რადიკალური მასშტაბებიდან სამაგიეროდ კარგად ხედავთ რომ იგივე საკუთარ პერიოდში პოლიტიკა მეტილად მიერთებული იყო ბიზნესის პერსპექტივად და რომელიც დღეს აი ბიზნესის პოლიტიკას ის არ არის
ევროპელი პოლიტიკის დაემატა ალბათ კორუფციული სერის რომ ის რეალურად სტატუსს დაუსვლა და ვინც ეკეთილი რომ მას გააჩნია რაღაცა ნდობა საქართველოს ეთნიკა მასამის ადმინისტრაციას და როგორც ყველა ვიცით რომ ძალიან ბევრი ფულის დაჭამა მიდის სწორედ აი ამ ინების ეთარებაში ამდობა შეგვიძლია აუხსნათ, რომ მასობრივი პრივატიზაციის შემდეგ სახელმწიფო სრულად ჩამოშორდა ღირსეული საცხოვრებლის უზრუნველყოფის პასუხისმგებლობას. ერთი კითხვა ეს არის. რამდენად იყო საბჭოთა საცხოვრისის სისტემა სოციალური სამართლიანობის ინსტრუმენტი და როგორ დავკარგეთ ეს კონცეფცია პოსტსაბჭოთა ტრანზიციაში. და როგორ უნდა შევხედოთ პოსტსაბჭოთა არქიტექტურულ მემკვიდრეობას, როგორც ბარიერს თუ როგორც რესურსს. ან თუნდაც მაგალითს. ეს შეგიძლია პირდაპირ არ დასწრე, უბრალოდ ამის გარშემო რომ რეალურად დირექციაოებს. ხო, ვეცდები რომ გავცე შენ პირველ კითხვას პასუხი, როგორ მოხდა რომ საერთოდ ჩამოიშალა და საერთოდ ფაქტობრივად საერთოდ მოიხსნა პასუხისმგებლობა სახელმწიფომ საბინაო უზრუნველყოფის მიმართულებით. ხო, ანუ ერთ აქ მნიშვნელოვანი არის ზუსტად ეს გარკვეულწილად ახალი მოცემულობა, ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური მოცემულობა, რომელიც საცხოვრებელს როგორც კერძო პასუხისმგებლობას ისე მოიაზრებს და არ განიხილება როგორც სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილი სახელმწიფოსთვის და თუ პოლიტიკას შევხედავთ გარკვეული თვალსაზრისით საბინაო პოლიტიკას ჩვენს რეალობაში გამოჩნდება რომ ძალიან ფრაგმენტირებულია ეს პოლიტიკა იმ თვალსაზრისით რომ სადაც ვერ შეძლო ფიზიკურად სახელმწიფომ რომ აერიდებინა ეს პასუხისმგებლობა მხოლოდ იქ ერევა. ამ შემთხვევაში შეგვიძლია მეტნაკლებად ვთქვათ ეს დევნილების შემთხვევა დავასახელოთ, შემდგომ უკვე მოგვიანებით ვახსენოთ ვთქვათ იგივე უსაფკარობის მასთან მიმართებით პოლიტიკა, რომელიც სანამ ადამიანი თბილისში არ გაიყინა და არ მოკვდა ზამთარში, მანამდე სახელმწიფოს არანაირი პოზიცია და არანაირი ქმედებები, ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. ხო, ანუ აი ხედავთ აი ამ ფრაგმენტულ ძალიან ვიწრო მიზნობრივ მიდგომებს ამ პოლიტიკაში, ხო, რომელიც თავის მხრივ თითოეული მათგანი არის ასევე კაცრი კრიტიკის საგანი, თუნდაც იგივე დევნილთა განსახლების შემთხვევაში. ჩვენ ვამბობთ ხშირად ხოლმე, რომ აი დევნილთა მიმართ განსახლების პოლიტიკა მაინც არსებობს და ეს პოზიტიური ამბავია ვთქვათ, მაგრამ როგორ ხდება ეს უზრუნველყოფა, რა ფორმით? ადამიანები დევნილთა სამინისტროს წინ თავს იწვავენ ზუსტად იმიტომ, რომ არასდროს აღარ ეღირსათ ეს საცხოვრებელი, ხო? და რომ შევხედოთ სტატისტიკას, ანუ როგორ ხდება დევნილთა უზრუნველყოფა, დროის თვალსაზრისით აღმოჩნდება, რომ კიდე დაახლოებით 50 წელია, ესე უხეშად რომ ვთქვათ, საჭირო იმისთვის, რომ ყველა დევნილი საცხოვრებლით იყოს უზრუნველყოფილი, ხო? მეორე მხრივ თუ შევხედავთ იგივე უსაფკარობის პოლიტიკას, აქაც უამრავი კრიტიკა შეიძლება გამოვთქვათ, ამაზე ძალიან ბევრი აქვს სოციალური სამართლიანობის ცენტრის ნამუშევარი აქვს სახალხო დამცველის აპარატსაც, უბრალოდ აი მე ზოგადად მოვიხილავ მხოლოდ არის ის რომ თქვათ იგივე სოციალური საცხოვრებლები, რომელიც უსაფკარობის ერთადერთი უსაფკარობასთან ასე ვთქვათ განკლავების ერთადერთი ფორმა არის ჩვენ შემთხვევაში ეს საცხოვრებლები ზოგიერთი თვითონ არაადეკვატური საცხოვრებლებია, ხო? ინგრევა მაგალითად და რაღაცა არაადამიანური პირობებია იმ საცხოვრებლებში, სადაც ადამიანები უსაფკარობას სადაც ადამიანები ცდილობენ რომ უსაფკარობას დააღწიონ თავი. აქ არის ასევე ძალიან ვიწრო განმარტება უსაფკარობის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? და
ანუ თუ შევხედავთ ამ მიზნობრივ რაღაცა გარკვეულ პოლიტიკურ ინტერვენციებს, ხედავთ რომ ის სფეროებია, სადაც რომელიც ძალიან მწვავეა, ან რასაც ვერ ირიდებს სახელმწიფო თავისი თავიდან და დანარჩენი პასუხისმგებლობა საბინაო უზრუნველყოფაზე უკვე კერძო პასუხისმგებლობად მოიაზრება, ხო? და ამ შემთხვევაში ბაზარი არის მთავარი მიწოდებელი, სახელმწიფო არ მონაწილეობს ფაქტობრივად საბინაო მიწოდების ნაწილში, არანაირი ფორმით და შესაბამისად არსებობს მოლოდინი, რომ ჩვენი შემოსავლით შევძლებთ ბინის შეძენას. მაგრამ თუ შევადარებთ თქვათ საშუალო შემოსავალს, საშუალო სტატისტიკური ქართველის და იმ ფასებს და ხარჯებს თქვათ, რომელიც ბინაზე შეიძლება ადამიანს უწევდეს რომ გაიღოს, აღმოჩნდება რომ ეს საცხოვრებელი ხშირად სულაც არ არის ხელმისაწვდომი, ხო? და ეს ხელმისაწვდომობა ძალიან დაბალია. ხშირად ადამიანებს უწევთ რომ ძალიან ისეთ ოჯახებში იცხოვრონ, სადაც მრავალი სული არის. ახალგაზრდები ვერ ახერხებენ რომ დამოუკიდებლად გადავიდნენ და დამოუკიდებლად დაიწყონ ცხოვრება. ახალგაზრდა ოჯახები ვერ ფუძნდებიან, ასე ვთქვათ, და ისევ მშობლებთან ან მშობლებთან შეიძლება უწევდეთ ცხოვრება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? თავი რომ დავანებოთ, თქვა კიბის გადასახადს, რომელიც აბსოლუტურად ველური სივრცეა, რომელიც არ რეგულირდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ერთი იმისი ხაზგასმა მინდა, შეიძლება პირდაპირ გიგის კითხვას ვერ უპასუხო, მაგრამ საბინაო საკითხი არის მრავალგანზომილებიანი. ეს არის მრავალშრიანი და ხშირ შემთხვევაში, ხო, აი ეს საბინაო საჭიროებები ერთმანეთისაგან შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს. და აი ამ სისტემის კომპლექსურად დანახვა არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ წარმოდგენა გქონდეს, რა გამოწვევებთან და რა გამოწვევების წინაშე ვდგევართ. ჯერ კიდევ თუ არ მეშლება 2018 წელს უნდა შეემუშავებინა სახელმწიფოს საბინაო პოლიტიკის დოკუმენტი, თუმცა ეს დოკუმენტი დღემდე არ არის შემუშავებული. არ არსებობს კვლევითი მონაცემები ან სტატისტიკური მონაცემები, რომელიც კრიზისის გაზომვის შესაძლებლობას მოგცემდა. ზუსტად მაინც ბუნდოვანია ვთქვათ, რამდენია თუნდაც იგივე ძალიან ვიწრო განმარტებით უსაფკარო ადამიანი, რამდენი ადამიანი ცხოვრობს მაგალითად მწვავედ ავარიულ საცხოვრებლებში. ხელმისაწვდომობის კომპონენტი საერთოდ არ იზომება. მაშინ, როდესაც თუ ევროკავშირის პოლიტიკას გადავავლებთ, თვალს გამოჩნდება, რომ ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია, ვთქვათ, იგივე სოციალურ საცხოვრებელსა და უსაფკარობის საკითხთან ერთად, ხო? ანუ და აბსოლუტურად აი ესეთი წერტილოვანი, ფრაგმენტული, გაუგებრად გადანაწილებული სხვადასხვა ინსტიტუციურ დონეზე საკითხები, რომელიც ანუ ჩვენ პრობლემას საბინაო საკითხთან მიმართებით ვერ აგვარებს, მაგრამ სამაგიეროდ ხედავთ, რომ აი ეს დეველოპმენტი, რომელიც აი ესე ველურად ვითარდება ჩვენ ქალაქებში, ეს არის აი ესეთი ხშირ შემთხვევაში სპეკულაციური შემოსავლის წყარო, ხო? ბინა განიხილება როგორც ინვესტიცია და არა როგორც უფლება და შეიძლება ერთ ადამიანს თბილისში 50 და 100 ბინა ქონდეს ნაკიდი, მაშინ როდესაც ადამიანებს მცირე ზომის განათელ ბინაზე არ მოუწყებოდეს ხელი, ხო? და აი აქ ჩანს ფუნდამენტური უსამართლობა ამ საბინაო საკითხთან მიმართებით, რაც არის და ძალიან ხშირად, როდესაც საბინაო მიწოდებას გეგმავენ სახელმწიფოები, ითვალისწინებენ ასევე მოსახლეობის ზრდის ტენდენციასაც, ხო? ჩვენ ვიცით, რომ თბილისი დრამატულად არ იზრდება. მაშინ ვისთვის შენდება ეს ამხელა უძრავი ქონება, ხო? და ის ფასები, რომელიც ადევს ამ უძრავ ქონებას, ვის მიუწვდება ამაზე ხელი. და ეს არის მე მგონი ცენტრალური და ფუნდამენტური პრობლემა, რომელიც არსებობს ამ მიმართულებით. ერთი მხრივ სახელმწიფო არ ცდილობს სრული სურათი დაინახოს და ქმედითი პოლიტიკა განსაზღვროს სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთან მიმართებით და მეორე მხრივ გვაქვს ის, რომ აი ჩვენი რესურსების, ჩვენი ურბანული რესურსების ხარჯზე მდიდრდება დეველოპმენტი, ასე ვთქვათ, ხო? არ ვიცი, მე მგონი ცოტა გადაუხვიე თემას, მაგრამ ხო და იმასაც დავამატებ, რომ აი ტენდენცია ხო, რომ
საცხოვრებელი არის ინვესტიცია და ხშირ შემთხვევაში ჩვენთან ანუ ადამიანები ყოველ შემთხვევაში ყველა ადამიანს არ აქვს მდგომა და გვაქვს უფრო მეტი სიცარიელი აშენებული ვიდრე სავსე. ანუ რას გულისხმობ რომ არიან კატეგორია დეველოპერების რომლებიც კონკრეტულად ემიგრაციაზე და საზღვარგარეთ ცხოვრებ ადამიანებზე მუშაობენ, რომ ჩაადებინონ ინვესტიცია აშენებულ სიცარიელეში, სადაც არავინ არ ცხოვრობს. არის ეს ყველაფერი ხდება ურბანული სიმჭიდროვის ხარჯზე, ანუ რეალურად სახელმწიფო მარტო ამ მიმართულებას ამ ბაზარზე მოთამაშე მიმართულებას აძლევს ასე ვთქვათ ხარდაჭერას და რეალურად ვღებულობთ ხელშეწყობილ კოეფიციენტებს ჩვენი სივრცის შემჭიდროვების ხარჯზე, ხო? კიდე ამას მინდა მოვაყოლო, რომ აი საჭიროა თუ არა, ანუ მე მგონი გადავიდა. საჭიროა თუ არა საცხოვრისის საკითხების ცენტრალიზებული მართვა ისე. შეგვიძლია შევადაროთ სხვა ქვეყნებსაც რა, რომ როგორი შეიძლება იყოს ინსტიტუციური მოდელი, როგორ უნდა გაძლიერდეს მუნიციპალიტეტების როლი და რა რესურსები სჭირდებათ ეფექტური საცხოვრისის პოლიტიკის განსახორციელებლად. ცოტა მოგეხმარები. აი ჩვენი პროფესიაც რომ მოვიყვანოთ, მაგალითად დღესაც რომ ლაპარაკობთ ჩვენ ახლა არქიტექტორები რეალურად ვართ მუშათა კლასში გავდივართ და ვემსახურებით ვის, ანუ წარჩინებულ მოთამაშეებს, ანუ კერძო სექტორს, ხო? ანუ რეალურად ჩვენი თამაშიც ამ თამაშში მონაწილეობს. ჩვენ არ გვაქვს ის სივრცე, სადაც შეიძლება ამ პრობლემებზე დღესაც ვაპარავ ხელმისაწვდომ საცხოვრისზე, ხო? მუშაობდეთ. იმიტომ რომ პროგრამა არ გააჩნია სახელმწიფოს 30 წელიწადზე მეტია, 25 და ამიტომ რეალურად ჩვენი როლი ფუნქციურად ჩვენ ვიკვლევთ ამ პრობლემებს, თუმცა ვემსახურებით საერთოდ სხვას, ხო? აი როგორ შეიძლება რომ თუნდაც სხვა ქვეყნების მაგალითსაც, ხო, არქიტექტურის ფუნქციაც, ხო, რეალურად არა ჩაძირულად კომერციულ აუცილებლობაში იოგურტის ფული ყავდეს საქმისათანად და რა არის ის რაღაც თუნდაც სტანდარტიზებული იყოს იმ გეგმარებაში ჩართული პროცესი, რომელიც ხელმისაწვდომ საცხოვრისზე მუშაობს. შევეცდები შენ კითხვას გავცე პასუხი და თან აი პირველ ნაწილში რომ მეორე კითხვა დასვი, იმასაც რაღაცნაირად გამოვეხმაურო, ხო? ეს გამოწვევა არ არის მარტო ჩვენი გამოწვევა, ჩვენთან წავით აღვიქვავთ ჩვენ, რადგან ამ სივრცეში ცხოვრობთ, მაგრამ ეს ვთქვათ დასავლური ქვეყნებისთვისაც არ არის უცხო. რაზედაც შენ საუბრობ, ხო? რეალურად თუ შევხედავთ, როდის ხდება ამ საბინაო პოლიტიკის, ესეთი მასობრივი საბინაო პოლიტიკის განვითარება, ეს არის მაინც ომის შემდგომი, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ევროპა, მათ შორის ამერიკაც გარკვეული თვალსაზრისით, როდესაც ხდება, თქვათ, იწყება ამ საცხოვრებლების შენებლობა, იწყება არის ის პერიოდი, როდესაც ხდება ფიქრი იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს საცხოვრებელი, თუ ცოტა უფრო ადრე იწყება ეს ფიქრი, ცხადია, ხო, ცოტა უფრო ადრე იწყება, რა თქმა უნდა, ეს ფიქრი, მაგრამ თავარი ამოცანაა, რომ თავარი საკითხი ამ შემთხვევაში არის ის, რომ იყო ის, რომ ეპასუხა სოციალური ამოცანებისთვის, რომელსაც სახელმწიფო სახავდა, ხო? სახელმწიფო უსახავდა არქიტექტორს, რომ მე მჭირდება ამდენი და ამდენი ადამიანის განსახლება. ჭირდება ეკონომიურად და შემდეგ მოიფიქრო გამოსავალი სწორი არქიტექტურული გადაწყვეტები, რომელიც ერთი მხრივ ეკონომიურიც იქნება და თან ამავე დროს იქნება, თქვათ, კომფორტულიც, ხო, იმ ადამიანებისთვის, ვინც იცხოვრებს ამ საცხოვრებლებში. ეს შინაარსი საერთოდ გამოცვლილი აქვს დღეს არქიტექტურას. ანუ არ არსებობს სოციალური ამოცანა და თუ სოციალური ამოცანა არ იქნება, მაშინ არქიტექტორები მუდმივად იქნებიან აზრის ხეობაში და თქვათ დამკვეთის ხეობაში ამ თვალსაზრისით, ხო?
ნუ ძალიან მოკლედ შევეხები იმას, რომ ვთქვათ, იგივე სოციალური საცხოვრებლების მშენებლობის პრაქტიკა ამერიკაში საკმაოდ პრობლემური იყო. იქ ვთქვათ, ნახეთ, რომ გეტოებად გარდაიქცა ეს და ეს საცხოვრებლები, მაგრამ ამ მიუხედავად ამისა, დღეს ჩვენ სოციალური საცხოვრებლების დემონიზირება არ უნდა მოვახდინოთ, იმიტომ რომ სადღაც არასწორი გამოცდილება არსებობდა, დღეს არსებობს თანამედროვე მიდგომები და პრაქტიკები, როგორ შეიძლება გაცილებით უფრო ინტეგრირებული და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო შეუქმნათ ადამიანებისთვის, ვისაც არ მიუწვდება საცხოვრებელზე ხელი და მნიშვნელოვანია, რომ არქიტექტურამ დაიბრუნოს სოციალური შინაარსი. ასე გიპასუხებდი ამ კითხვაზე. ამ გეტოიზაციის არიდების ბევრი წარმატებული მცდელობებიც არის, როდესაც თუნდაც აი იმას ვლაპარაკობ ვენის მაგალითზე, სახელმწიფო კერძო ინვესტორთან შედის სუბსიდირების კუთხით, რომ ვთქვათ ახალ დეველოპმენტში, რომელიც მაღალი ხარისხის არის, იქ რაც გარკვეული პროცენტობა იყოს ხელმისაწვდომა საცხოვრებლის ნაწილი ადაპტირებული და ამიტომ თვითონ სოციალური უთანასწორობაც აღარ ხდება, გეტოიზაციის არიდების მცდელობა ეგ არის, რომ ერთმანეთთან არიან ადაპტირებული გარემოსთანაც და ტიპოლოგიასთანაც. რაღაც უნდა მეკითხა კიდე და უსახლკარობაზე მინდა ძალიან ლაპარაკი მაგრამ 5 წუთი გვაქვს. უსახლკარობა როგორც ესეთი ერთი პრობლემა, რომელიც მრავალშრიანი შეიძლება გულაპარაკა, იმიტომ რომ უსახლკარობა იწყება როგორც ფემილი მოსახლეობიდან, ასევე ვინც ქირაობს სახლს, ისიც უსახლკაროდ ითვლება ცხოვრობს, მაგრამ უსახლკაროა. ანუ რა როლები შეიძლება რომ აიღონ და როგორ გადაინაწილონ თქვათ ქალაქმა თუ ქალაქმა შეიძლება იმუშაოს სოციალურ საცხოვრებელზე, დევნილებზე იმუშაოს გადაგასახების სამინისტრომ, ანუ ამაზე შეიძლება კიდე გავაკეთოთ ერთ-ერთი და კარგად ჩავშალოთ. მაგრამ აი შენ გინდოდა და ძალიან ესეთი ფართე თემა არის და ძალიან მრავალშრიანი და ცალკეულ საკითხს შეიძლება დაჭირდეს ცალკე შეხვედრა. მაგრამ ერთი რაღაცა მაინც მინდა რომ გამოვყო. ბოლო პერიოდში ყველანი ვაკვირდებოდით ძალიან ძიმე მოვლენებს, ხო? იქნებოდა ეს ზამით კვეკვესკირის გარდაცვალების ამბავი, იქნებოდა გურიის ამბები თქვათ თოლთან დაკავშირებით, თოლობასთან დაკავშირებით. იქნებოდა ეს მაგალითად რეზო კიკნაძის შემთხვევაში მევახშეობის გამოცდილება, ხო? და შეგვიძლია გავიხსენოთ ოცნების ქალაქში ბავშვების დაღუპვის ამბავი, ხო? ეს სხვადასხვა მხრიდან დანახული საბინაო საკითხებია. ერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს ეს ავარიული საბინაო ფონდი, მეორე შემთხვევაში უსახლკარობის გამოწვევა, მესამე შემთხვევაში დევნილობის ძალიან მძიმე გამოცდილებები, რომელიც სახლს უკავშირდება, ერთი თუ მევახშეობის გამოცდილებებს, ხო, მაგალითად, რომელიც ასევე ძალიან მწვავეა. ამიტომ ეს არის ძალიან ფართე საკითხი, რომელსაც ჭირდება კომპლექსური გააზრება, ხანგრძლივი ფიქრი და დღეს როგორც არის დიდწილად არის მუნიციპალიტეტებზე დელეგირებული გარკვეული საკითხები და ეროვნულ დონეზე არ არსებობს ამის არც პოლიტიკის დოკუმენტი არსებობს, არც უწყება არსებობს, რომელიც ამაზე იქნება არსებითად პასუხისმგებელი, ანუ ეს მოცემულობა უნდა შეიცვალოს ჩემი აზრით. ეს დავამთავროთ, იმიტომ რომ ვეშქარება მარშისთვის და რაღაცნაირად ვეცადოთ, რომ მომავალში სუბთემები ჩავშალოთ, თუ გექნება ამის შანსი. დიდი მადლობა.